საქართველოში მყოფი მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების წესი შეიცვალა. 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში სამუშაოდ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების მიღებაა საჭირო. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა გამოიწვევს ჯარიმას როგორც დამსაქმებლის, ისე უცხოელისთვის. შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე დამსაქმებელმა ვაკანსია უნდა განათავსოს პორტალზე work.net.gov.g. თუ 10 სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმების სააგენტო ვერ მოიძიებს შესაფერის ადგილობრივ კადრს, დამსაქმებელი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით ავსებს განაცხადს labour-migration.mo.gov.gz-ზე. თუ დამსაქმებელი უარს იტყვის შეთავაზებულ ადგილობრივ კანდიდატზე, ვალდებულია 3 სამუშაო დღეში დაასაბუთოს მიზეზი. სააგენტო 3 სამუშაო დღეში განიხილავს არგუმენტებს და მიიღებს გადაწყვეტილებას პროცესის გაგრძელების თაობაზე. შრომის ბაზრის ტესტის პროცედურა არ ვრცელდება საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებზე, ინოვაციურ სტარტაპებზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებზე, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, რომელთა კვალიფიციურად შესასრულებლად აუცილებელია შესაბამისი სპეციალობის უმაღლესი განათლება. დამსაქმებლის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, იმიგრანტმა უნდა მიიღოს საიმიგრაციო D1 კატეგორიის ვიზა ან შესაბამისი ტიპის ბინადრობის ნებართვა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შრომითი მიგრაციის საინფორმაციო პორტალს labour-migration.mo.gov.g ან დარეკეთ 1505.